ჩვენი გადამღები ჯგუფი ნაძალადევის რაიონში ქსოვრელის ქუჩაზე იმყოფება. ტერიტორია მეწყერ საშიში ზონაა და მიწისძვრის შემდეგ აქ განთავსებული შენობებიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე გაასახლეს. ეპიცენტრი ძირითადად იყო ჩვენ სამ რაიონში და განსაკუთრებით აი ეს ჩვენი მხარე ძალიან არის დაზიანებული. რომელი კატეგორია მიეკუთვნება? მეორე უმძიმესი. მოსახლეობის ნაწილი ამ სახლებში დღესაც ცხოვრობს. ქალბატონი ნანაც თავის ოჯახთან ერთად ამ უბანში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, მიწისძვრის ფონდის მიერ განაწილებულ მინემში ის ვერ მოხვდა. ჩვენთან უბანში ყველა მიიღო დახმარება. გარკვეული ზოგ შესახლება მისცეს ნევროლოგიაში. კატეგორია ხალხისა ბინებით დააკმაყოფილეს და მე პირადად არანაირი დახმარება არ ამიღია. კაპანაძეების 6-სულიანი ოჯახიც ქსოვრელის ქუჩაზე ცხოვრობს. მერიამ ისინი ნევროლოგიის ინსტიტუტში შეასახლა. თავდაპირველად მათ დახმარებებსაც აძლევდნენ. თუმცა დღეს ისინი საკუთარი სახლის სარდაფში არჩევენ ცხოვრებას, რადგან ინსტიტუტის ერთ ოთახში ვერ ეტევიან. სახლი მესამე კატეგორიის ავარიულია. გაუსაძლისია იქ ცხოვრება, აი ზამთარში ბავშვები როგორ ხო დაცივდებიან, ხო ყველაფერი ეს არის. და პლუს კიდევ ამ ბინას ვერ დავტოვებთ, ვეში უნდა გადაიტანო, ვერ თმობთ. იძულებულები ვართ, რომ აქ ვიყოთ. ჩვენი რესპონდენტები დროებით თავშესაფარს ითხოვენ. მათთვის სულ ერთია უბანი და ტერიტორია. მთავარია რომ საკუთარი ჭერი ქონდეთ. სამომავლოდ კი თავიანთი სახლების აღსადგენად ინვესტორს ელიან. სულ მალე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მუნიციპალური ბინადმშენებლობის ფარგლებში ახალი სამშენებლო პროექტების გახორციელება დაიწყება. თბილისის მერიასთან ერთად ამ პროცესში დღეიდან თურქული კომპანია აჭარ ჰოლდინგი ჩაერთვება. ახალ მშენებლობებში ისინი $50 მილიონ შადებენ, რომლის დაფარვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან ეტაპობრივად მოხდება. თურქეთის დელეგაცია, რომელიც ძირითადად თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან შედგება, ყველა დაზიანებულ უბანსა თუ ქუჩას დაათვალიერებს და თვითონ შეარჩევს იმ ტერიტორიებს, სადაც სამშენებლო პროექტები გახორციელდება. დაზარალებულების პროექტები იქნება ძირითადად დაფინანსებული ქალაქის მასშტაბით. ეს პირველ რიგში შეეხება კწანისის რაიონს, თაცმედის რაიონს, ჩუღურეთის რაიონს და ისნის რაიონს. ეს ყველაზე უფრო მწვავე ავარიული ფონი გვაქვს, რა თქმა უნდა, ნაძალადევის რაიონის ჩათვლით და მე ვფიქრობ, რომ სოლიდურ ინვესტიციებზე იქნება საუბარი, იქნება გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, დაფინანსება, სადაც მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში და დედაქალაქის მერია და მთავრობა საკრებულო ბიუჯეტში ამ თანხებს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს და კვლავაც გაითვალისწინებს და სადაც $50 მილიონ ინვესტიცია გახორციელდება 3-4 წლის მანძილზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენთვის, იმიტომ რომ პროცენტის გარეშე იქნება, პროცენტებზე არ იქნება, ეს არის კეთილი ნება, ასე ვთქვათ, ქვეყნის და პირველ რიგში დედაქალაქის მოსახლეობის დახმარებისათვის. პირველ მაისს ქალაქის ადმინისტრაციული ინსპექცია მთელი აღჭურვილობით დედაქალაქის ქუჩებში გავიდა. იმ დღეს მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდებოდა უკანონო, ამორტიზირებული მახინჯი რეკლამების ჩამოხსნა, რომლითაც სავსეა ჩვენი ქალაქი. ამ ღონისძიებას რამდენიმე მიმართულება აქვს. პირველი, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება. მეორე, უსაფრთხოების წესების შემოწმება. მესამე, ხდება სარეკლამო აბრების, სარეკლამო ინფორმაციების ინვენტარიზაცია, რათა მოხდეს მათი დაბეჭდვა, რითიც გაიზრდება ბიუჯეტში შემოსავლები. ხოლთ რეკლამის მფლობელებს, რომ წესრიგში მოიყვანონ თავიანთი სარეკლამო აბრები, აიღონ სათანადო ნებართვები და გადაიხადონ მოსაკრებელი, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ამ მოთხოვნათა დარღვევა ჩაითვლება უკვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებად და გატარებული იქნება ადმინისტრაციული ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით ჯარიმები არც თუ მცირეა, 500-დან 1500 ლარამდეა. მე მინდა ეს გაითვალისწინონ, მაშინ როდესაც მოსაკრებელი არც თუ ისე დიდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი ფუჭდება და უსახურდება. მით უმეტეს ღიაცის ქვეშ მყოფი აბრები და რეკლამები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება განახლება. ადმინისტრაციული ინსპექცია თვეში ერთხელ ჩაატარებს ასეთი ტიპის შემოწმებებს.
ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო ფესტივალი სიმბოლურად 1 მაისს გაიხსნა ფილარმონიაში. ამ კონკურსისთვის 2 წელი ემზადებოდნენ და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. დამფუძნებლები კი ქალაქ თბილისის მერია, კულტურის საქალაქო სამსახური, კულტურის გადარჩენის ფონდი და ლიანა მიქაბაძე არიან, ვისი ინიციატივითაც გადაწყდა კონკურსის ჩატარება. ძალიან ბევრი ბავშვი წარმოდგენილი ყველა რეგიონში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კონკურსი. SNK-ს სამუდამო ქვეყნიდანაც არიან ბავშვები ჩამოსული, ჟიური არის ძალიან წარმომადგენლობითი, ჟიურის წევრები არიან სასუნხეთიდან, საფრანგეთიდან, თუ არ ვცდები ამერიკიდან. და მე მივესალმები დღეს საზეიმო გახსნა და მე მიხარია რომ ეს კონკურსი იქნება ტრადიციული და ჩატარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. კონკურსში 10-დან 17 წლამდე ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობენ. გამარჯვებულები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ, სადაც დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებას. ის ბავშვები, რომლებიც ამ კონკურსში იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ მათზე შეხვებას ავიღებთ და ყველანაირ პირობას შევქმნით იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვებს მივცეთ თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალება. და მე ყველა ორგანიზაციას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც გვერდში დაუდგა აი ამ კონკურსის ორგანიზატორებს. არ არის ესე ადვილად ჩასატარებელი და ყველა იმ პიროვნებას მე ბოდიში ვიხდი, რომ ხა ვერ ჩამოვხდეს უყოლას, მაგრამ ყველას მინდა უთხრა დიდი მადლობა აი ესეთი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. გასულ კვირას დედაქალაქის მერმა ჟინვალში სარეზერვო წყალსადენის სათავო ნაგებობის მშენებლობა მოინახულა. იმის გამო, რომ ჟინვალის კომპლექსის რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ავარიულ რეჟიმში მუშაობს, მერია და თბილწყალკანალი თადარიგს იჭერს და აქ ახალ პროექტებს ახორციელებს. ამ კაშხლის ძირითადი ნაწილის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება და წყლის მიღება უკვე შესაძლებელი იქნება. რაც საშუალებას იძლევა, რომ მომავალი წლიდან ძირითადი გამყვანი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს. იცით რომ ეს არის პერიოდი აპრილი, მაისი, ივნისი წყალდიდობების პერიოდი. ესაც არის გათვალისწინებული, რომ ამ წყალდიდობების დროს სამუშაოები არ შეფერხდეს, არის შესაბამისი ზომები მიღებული და ესე იგი ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უწყვეტად, რომ წლის ბოლომდე ეს პროგრამა შევასრულოთ. სამშენებლო სამუშაოებს თბილწყალკანალთან ერთად ინჟინერი ასრულებს. პროექტის გახორციელება მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. ეს უმთავრესი პროექტი იმით არის, რომ ჟინვალის გვირაბი ღმერთმა დაიფაროს, რომ დაზიანდეს, არა, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ წყალი დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდოთ, რომ უპრობლემოდ მიიღოს მოსახლეობამ სასმელი წყალი. დღეისათვის უკვე გარკვეული თანხები გამოყოფილია წელს ბიუჯეტში. ქალაქის ბიუჯეტმა გამოყო 3 მილიონი ლარი გვაქვს მიმდინარე წელს გათვალისწინებული და ძირითად სამუშაოებს დავასრულეთ. ყოველ შემთხვევაში პირველი ეტაპი, ურთულესი ეტაპი უკვე დასრულებული იქნება. 12 მეტრი გვაქვს დამთავრებამდე. კაშხალი რო დამთავრებს, მთლიან 12 მეტრია დარჩენილი და სადაც 2-3 თვეში სამუშაოები პირველი ეტაპის დასრულდება. მე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კიდევ დაგჭირდება გაისათ 1 მილიონი ნახევარი, რომ მთლიანად კაშხალიზე და ასევე არხის მშენებლობას დაგვერგვინდეს და ამით უდიდეს პრობლემას გადაუწყვეტავთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ დღეს დიდხანს ელოდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურის მუშაკები. სამშაბათ დღეს თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე ვახმენთ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის საზეიმოდ გაიხსნა. სარესტავრაციო სამუშაოები აქ 8 თვე მიმდინარეობდა. თანხები კი ქალაქის მერიიდან იყო გამოყოფილი. შეკეთდა ბინა, რესტავრაცია გაუკეთდა ნივთებსაც. ნივთები დაუტოვა თამარა გორდონმა, ჭაბუკიანის დიშულმა, რომელმაც მუზეუმს გადმოსცა მისი პირადი ნაქონი მაგი და პატარა ლამაზი საათი ბალეტის მოცეკვავეებით და ფოტო არქივი და ძალიან ბევრი მასალა არქივი, რომელიც შეეხება ძირითადად ბატონ ვახტანგის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობას. ეს შენობა თავდაპირველად კულტურის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ეხლა იგი მერიას ეკუთვნის და როგორც ხედავთ 28 მაისს სტუმრები აქ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდნენ მაესტროს. ყველგან მქონდა მიპატიჟება, что გადმოდით ჩვენთან, ყველაფერს გაგიკეთებთ, მასაც დასიც იქნება ყველაფერი, მაგრამ თავისი საქართველო არ უნდა დაეტოვებია. კიდე რა გეტყვით, იცით რა, საზღვარგარეთ რო ჩამოდიოდით, 10 დღით, 20 დღით, ხო და ერთი კვირა რო გავიდა. Ой, хотя бы скорее бы домой. Я говорю, Вахтанг Михайлович, тут вы приехали на одну неделю. Нет, я уже домой хочу. Вердзилев, да, имитовом, Тбилиси, Магиси, ай, Сулида, Гулида, Хорци, ყველაფერი. ამ შენობის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა.
დღეს იგი მერიას ეკუთვნის, რომელმაც მოახერხა სახლ-მუზეუმის მოვლა პატრონობა. მე მიხარია, რომ დღეს მუზეუმი გაიხსნა, იმიტომ რომ ჩვენ სარემონტო სამუშაოები მოვჭით შარშან ოქტომბერში, მაგრამ აქ იყო რაღაცა დეტალები, მისი ნივთები, ჩვენ ვაგროვებდით საექსპოზიციოდ მის ნაკვე ნივთებს და იცას მოხერხდა, აი დღეს საზემოდ გაიხსნა მისი მუზეუმი და მე მიხარია, რომ ესეთი ლეგენდარული პიროვნება, როგორც ვახტანგ ჭაბუკიანი, მას თავისი მუზეუმი აქვს. ესაა გასახარებელი, ესეთი გაჭირვების ჟამს მუზეუმები იხსნება, კი არ იხურება, არამედ იხსნება. 30 აპრილს თბილისის დროით ზუსტად 7 საათზე მერიის შენობასთან 2222 კილომეტრიანი მარათონი დასრულდა. პატივიცეთ მეზობლებს და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, ის ტრადიციები, რომელიც რუს და ქართველ ერთ საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა. სწორედ ეს გახლდათ იმ 40 მარათონელის მიზანი, რომლებმაც ეს მანძილი განვლო. მარათონი 2 დღით ადრე მოსკოვში დაიწყო და თბილისის მერიასთან დასრულდა. პროფესორი აკადემიკოსი იაკოვლევი ლაპარაკობს, აგერ ვინც ამ დელეგაციას უძღვებოდა, რომ ისტორიასაც შეეხო და იმასაც შეეხო ათასობით ხალხი როგორ ესწავლება ამბებს და აღარა ის არ უნდა ეს სავიზო რეჟიმები, კაცო. წადი, წამოდი, ახლობელია, ნათესავია, შენია, ძვირფასია, ყველაფერი, ყველანი მე ალბათ თანახმახარ თქვენს და ეს. ასეთ სიყვარულს გამომართოს ამ დიდ ხალხებს შორის. და წეგან თქვი, ხო იცი, ყვიროდნენ ისინი თვითონაც მიესალმენ. რუსეთს საქართველოს მეგობრობას ერთმანეთ გაუმარჯოს, ყვიროდნენ და ყვიროდნენ. აჯობია ამ სიყვარულს და ამ მეგობრობას. ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები თბილისის მოსახლეობისთვის უკვე საკმაოდ დიდ პრობლემად იქცა. თბილისში თავისუფლად გადაადგილება დროის ნებისმიერ მონაკვეთში ჭირს. პიკის საათებში კი ცენტრალურ გამზირებზე წარმოქმნილი საცობი შეიძლება მთელი საათი ვერ გაარღვიო. მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ. შეიქმნა პროექტები, რომლებიც ავტოტრანსპორტისგან ქალაქის ქუჩების განტირთვას შეუწყობს ხელს. 1 მაისს საქალაქო სამსახურებმა დედაქალაქის მერს ეს პროექტები წარუდგინეს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სატრანსპორტო ნაკადით არის მონაკვეთი, რომელსაც წარმოადგენს კოსტავას ქუჩა, მთლიანად დაწყებული მეტრო რუსთაველიდან გმირთა მოედნამდე, მელიქიშვილის ქუჩა, ვარაზისხევის მონაკვეთი, შემდეგი მონაკვეთებია დავით აღმაშენებლის გამზირი, მოგეხსენებათ და მარჯანიშვილის ქუჩა, დინამო სტადიონისა და ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორია, თამარ მეფის ქუჩიდან წერეთელი, კლარა ცეტკინი, ცაბაძის ქუჩა, რომლებიც პრაქტიკულად გაუვალია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ასევე მოსკოვის პროსპექტის დასაწყისი ნავთლუხის სადგურიდან იქვე მდებარე ბაზრობის ტერიტორიით დამთავრებული და ყველაფერი ეს რასაკვირველია ტრანსპორტის მოძრაობის ძალიან დიდ შეფერხებას იწვევს. საგზაო პოლიციამ შეიმუშავა ერთ-ერთი ვარიანტი მელიქიშვილის, კოსტავასა და ვარაზისხევის ქუჩაზე მოძრაობის მოწესრიგების თვალსაზრისით, რომელიც ითვალისწინებს ამ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შემოღებით, წრიული მოძრაობის დაწესებას და სატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას. ამ საკითხის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს წრიული მარშრუტი ქალაქს განტვირთავს, ბევრ სახლთან ტრანსპორტის გაჩერება გაუჭირდება. სწორედ ამიტომ დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგეს მოძრაობა თაბუკაშვილის ქუჩაზე და ზაფხულში 2 კვირის მანძილზე ექსპერიმენტის სახით გახორციელდეს კოსტავას, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების წრიული მარშრუტი. აქ რამოდენიმე წინასწარი სამუშაო არის ჩასატარებელი. ზემაზის ქუჩას გახსნაზეა საუბარი. სერიოზულად შეუწყობს ხელს ეს რუსთაველის ქუჩის განტვირთვას. ვიქარის კიდევ რამოდენიმე პრობლემა, რომელსაც ფიქრობ ჩვენ ალბათ 2 კვირის განმავლობაში ამ პრობლემებს მოვაგვარებთ. მის შემდეგ უკვე ჩვენ შევძლებთ ფაქტურად ექსპერიმენტის სახით ალბათ ერთი თვის განმავლობაში ვფიქრობთ. ექსპერიმენტის სახით ჩვენ დავიწყოთ აი ამ სამკუთხედზე მუშაობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ კუთხეზე. სატელეფონო გამოკითხვის სახით თბილისის დრომ ეს ექსპერიმენტი უკვე ჩაატარა. 100 გამოკითხულიდან 97 თანახმა, რომ თბილისში ეს პროექტი განხორციელდეს.
ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის ბოლოს გზას ვაზისუბნის გორაზე აყავხარ. აქ ყოველდღე უამრავი ადამიანი ადის, რათა ქვეყნის გადარჩენისთვის ილოცოს. თურმე ამ ადგილზე ადრე ეკლესია ყოფილა. ამჟამად კი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით აქ ღვთისმშობლის ნიშა აშენდა. სამომავლოდ კი მან საფუძველი უდიდესი ეკლესიის მშენებლობას უნდა ჩაუყაროს. მორწმუნენი არაფერს იშურებენ, რათა ნიშასთან მდგარი პატარა ყოლაბა შეივსოს და საბოლოოდ აღსრულდეს ღვთის სასწაული. სასწაულები კი ამ გორაზე დიდი ხანია ხდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ამერიკის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, 10 სექტემბერს მორწმუნე ქალბატონს გულნარა კუკულაძეს ივერიის ყოვლად ღვთისმშობლის საცნაურმოქმედი ხატი გამოეცხადა და უახლოეს ხანში მოსალოდნელ უმძიმეს განსაცდელზე აცნობა. ესეთი ხატია ეს ხატი. ეს დიდი ხატი, ვერ სამზე ეს ხატი. ეს დიდი ხატი არის ასეთი ნეირა, რეალურად სამ ბოსტის თავზე დაიხსნა აი ზედან ამერგის. წავწაღუნული ხალხი შუჩუბას ჩქჩქჩქ შუჩუბას აროიცია ფადის ეს კეთება და წინააღმდეგია ეს ხალხი ეჯახება. ამის შემდეგ ღვთისმშობლის ხატი ვაზისუბნის გორაზე ასულა. ქალაქისთვის გადაუხედავს და უთქვამს: იმად გადაეცი, აქ ამოვიდნენ და ილოცონ. ომი იწყება და საქართველო ამ ქარტეხილს მხოლოდ რწმენით გადაურჩება. ქალბატონ გულნარასთვის კი დაუბარებია, რომ ეს ამბავი ყველასთვის მოეყოლა. საფულის ტაძარი გაშუქდა ტაძარი. აიში ისაკა ხოლმე შესაძლოა ახლა ტაძარი და არაშუქდა. მაშინო ნიშანი ამიშენი საჩქარო. უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით აქ ღვთისმშობლის ხატის მოსასვენებელი ნიშა უკვე აშენდა. თუმცა ტერიტორია საშინლად მოუწყობელია. არც გზაა, რომ გორაზე უპრობლემოდ ახვიდე. მას შემდეგ, რაც პეტრე პავლეს ეკლესიის დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა ამ გორაზე ღვთისმშობლის ხატის ასლი ააბრძანა, აქ სასწაულები ყოველდღე ხდება. ამ ადგილას ცივმა წყარომ ამოხეთქა, ხოლო ნაეკლესიარზე მაყulis ბუჩქი დღესაც ყვავის. ძველი ეკლესიის ქვებზე სისხლით სასწაულებრივად გამოსახული ჯვრები კი ამჟამად საპატრიარქოში ინახება. წელიწად ნახევრის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვაზისუბნის გორაზე, ანუ როგორც მას თბილისელები ეძახიან მახათას მთაზე, ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. თბილისში ყველა ტაძრის მშენებლობაში მერია როგორც წესი აქტიურად მონაწილეობს. მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მერია თავის წილს გაიღებს. ქალაქის ბიუჯეტი ტერიტორიის კეთილმოწყობას, გზის მშენებლობასა და მოპირკეთებით სამუშაოებს დააფინანსებს. ბედნიერი ვარ, რომ აი თქვენთან ერთად, ახალგაზრდობასთან ერთად, მათ შვილებთან ერთად მაქვს საშუალება, რომ დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა აი ამ წინვალი ადგილას ულამაზესი ეკლესიის მშენებლობას. აქ 4 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული მთლიანი ტაძარი, სადაც დაწყებული ტაძრის გარდა აქ მოსასვენებელი, ასე ვთქვათ, სასტუმროც აშენდება, სადაც სტუმრები როდესაც ჩამოვლენ დედაქალაქში, ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან უწმინდესისა და უნეტარესის მოწვევით, შესაძლებელი იქნება, რომ აქ მოისვენონ და აქ ჩაატარონ წინვალოცვა. ბრწყინვალე შვიდეულის მეორე დღეს ამ კვირის სამშაბათს მახათას მთაზე უამრავი მორწმუნე შეიკრიბა. აქ წირვალოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ეს გახდათ ნამდვილი დღესასწაული. ქართველები ქვეყნის გადასარჩენად ლოცულობდნენ. თუ თქვენ თბილისი გიყვართ, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია, თუ გაინტერესებთ რა იყო გუშინ, რა ხდება დღეს, როგორი იქნება ხვალ თბილისი, უყურეთ გადაცემა თბილისის დროით. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით.